ამბობენ, რომ რბოლა საკუთარ თავთან ბრძოლაა, თუმცა აქ ყველაფერი სხვანაირად არის. აქ შენს გვერდით სულ თქავს მეტოქე, რომელსაც ზუსტად შენაირი ამბიცია აქვს. ერთი ტრასა, ორი ავტომობილი და მხოლოდ ერთი გამარჯვებული. წყვილთა რბოლის 2026 წლის სეზონი დაიწყო. სანამ რბოლელები აქტიურ რბოლაში ჩაერთვებიან, შეგვიძლია წავიდეთ და რამდენიმე სახალისო კითხვა დავუსვათ. მე რამდენი წელია, რაც წყვილთა რბოლას ადევნებ თვალს და ჩართული ხარ წყვილთა რბოლაში? დაახლოებით 4 წელია. პირველ წელს მივიღე მონაწილეობა, სულ ვაგებდი და ეხლა რა ვიცი. ეხლა მოიგებ, მოგებას აპირებ. პირველ გარმენზე არ მინდა რომ გამოვუყარდე მოკლედ. აი და მეორე კითხვა, უცებ პასუხი, დრიფტი თუ წყვილთა რბოლა და რატო წყვილთა რბოლა? წყვილთა რბოლა რა თქმა უნდა. იმიტომ რომ დავდივარ და სულ უყურებ თვალყურს ვადევნებ და მომწონს. ძალიან კარგი. წარმატება. წყვილთა რბოლის პირველი ეტაპია პეტროხედების და აი ეს ხალხი ვინც არის აქ, ესენი არიან რუქები. ჩაინიკების ლიგაა, მაგრამ არიან თუ არა ჩაინიკები, ამას ცოტა ხანში ნახავთ. წამო ხა უნდა გაგაცნოთ, მაგარი ბიჭები არიან, მაგარი მანქანებით გამოდიან და ძალიან მაინტერესებს რას გრძნობენ რბოლის წინ. Let's go. შენ ვინ ახარ საერთოდ? სანდრო ბენაშვილი, კომბინიზონი გაცვია. გეგმები როგორი გაქვს ეს მითხარი? დაადუღებ მოწინააღმდეგეებს? რას იზავ? დავადუღე მოწინააღმდეგეებს. დავადუღებ მოწინააღმდეგეებს. ბიჭებო, თქვენ საიდან რა ხართ? რა მანქანებით ხართ? მე მისტერ ჩაინიკის ეს ვარ, რა ქვია, გამარჯვებული. დღევანდელი დარწმუნებული ვარ. გამარჯვებული, ანუ ვიგებ აკვლას უკვე? აუცილებლად ვიგებ, აუცილებლად. რავი რა, ესეთი მანქანებია. გეგმები როგორი გაქვს? სახელი გვარი? ვალერი მეიშვილი. BMW-ები უნდა დავადუღო, აუდით ვარ. აუდით? კი. წარმატებები აუდის მაშინ. შენი სახელი? გამარჯვოთ, არკადი გაზარიანი, სტუქსუბარუთი ვარ და კოლას უნდა დავადუღო, BMW-ს და Mercedes-ს. გადაცვალე, დავაი, აბა წარმატებები. აი ხარ. ზუკა ვინ არის შენი პირველი კონკურენტი? უცებ მითხარი. აუდი ეს. აუდი. არა. ის არის. მე მგონი თუ არ ვწდები Civic-ი არის, ეკი. Civic-ია გზაზე. Civic-ია გზაზე, ფეხი მიდგას გაზზე. Всё, უგებ. მგონი კი. კი, უგებ. მგონი არ შეიძლება. არა. უგებ. Good luck. დავა. Okay. წამო ერთი გოგო მონაწილე ყავს. ერთადერთი გოგო მონაწილე ხარ და გითხარი, სალამი. რას აპირებ? გეგმები როგორი გაქვს? რა ვიცი, მინდა რომ წარმატებები მქონდეს ამ შეჯიბრში. ვის ხვდები პირველი? პირველი თუ არ ვწდები, მესხს ხვდები თუ მესხი. ის მიხედვით. მესხი არის თუ არ ვწდები, Peugeot. Peugeot BMW-ს წინააღმდეგ. BMW თუ Peugeot? BMW რა თქმა უნდა. წარმატებები. მადლობა. ნახევარფინალები გვაქვს, ძალიან მძიმე ბრძოლები გადაიტანეს და მოდი ვნახოთ რას გრძნობენ. ვანო, რუკი ლიგის მესამე ადგილისთვის იბრძვი, BMW შეხვდა, როგორია შენი გეგმები ამ გარკვევაში? ვეცდები რომ კონკურენცია გაუწიო.
მანქანა ეს უფრო ძლიერია რა 240 არის ძიმე ბრძოლა გადაიტანე მაგრამ მესამესთვის უნდა იბრძოლო BMW შეხვდა ისევე გეგმები როგორია რავი ვიბრძოლებ და პირველი ტიტული იქნება მაინც ბედნიერი ვიქნები შემეძლო მეტი უბრალოდ საბურავები არ მიწყობს რა ხელს წარმატებები აბა შეინც ახლოვდებიან პირველი გარბენი 2 BMW და ვის შემოასწრებს 36 დაუჯერებელია ძველმა მოდელმა აჯობა 1-0 და გამოჩნდნენ ავტომობილები და 36 2-0 სეო მესამე ადგილი ივანე ნეფარიძე ბრავო მოახერხა ძველი ავტომობილით დაამარცხა 240 B58 ძრავით მესამეზე 36 2 და 8 და კულმინაცია ჩაინიკების კლასის რუკი ლიგი კლასის ფინალამდე მოვედით და ნახე ძალიან მაგარი ავტომობილებით არიან თავიდან იწინასწარმეტყველი ავარ ფინალამდეო ფინალში ხარ როგორია შენი გეგმები მე უნდა დავადუღო მეთქი და ბოლოს სპორტთან მოგვიწია გეგმებია მოგება რა ნახოთ აბა ეხა ფორდი რა სიტყვის წამოდი უბრალო ფორდი არ გეგონოთ ფოკუსი ესტია 2-0 ტურბოთი ფინალამდე ამოხვედი დაუჯერებელია როგორია შენი გეგმები გავგლიჯავ შევჭამ აბა შენი წი წარმატებები რუკი ლიგის ფინალი გვაქვს, მაგრამ მე მგონი აქ უკვე გადასაწყვეტი არაფერია, დიდი უპირატესობით Audi S5 3.0 კომპრესორი. კლასი AM2 2500 სანტიმეტრამდე და წამოდი გავიცნოთ, ნახოთ ვინ არიან. ერთ-ერთი ფავორიტი არის ამ კლასის, სხვათა შორის მანჩხა შენთან მოვედით კლასი AM2 ხარ სეზონის დასაწყისია. მანქანა გუში გავმართე, რაღაც პრობლემები მქონდა, პირველი დრო კვალიფიკაცია. რა მოსაგებად მოვედი, გადავჭამს უყველას ახლა. წამოდი ერთ საინტერესო პროექტი უნდა გავიცნოთ. შენ პროექტზე გითხარი და შენ გეგმებზე ვიცი რომ არავის დაინდობ, მაგრამ ხო, არავის დავინდობ. თლად შეიძლება დღეს ისეთი მომზადებული ვერ მოვედი, როგორც მინდოდა, ასე ვთქვათ, მანქანის კუთხით. ერთი ოფცია დარჩა გამოსასწორებელი, მაგრამ მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ. დღეს მაინც რაღაცა საპრიზო უნდა გამოვგლიჯოთ დღევანდელ ბრბოლელებს. აი ეს არის ჩემი კომენტარი. ბრუსლისთან მოვედით. გამარჯობა. ჩვენი გამოცდილი მოყვარული პროფესიონალი ყველანაირი მრბოლელია, ყველაფერს აკეთებს. ნახე რა მაგარი მანქანა ყავს და შენი გეგმებზე გითხარი. ამ სეზონზე ვაპირებ როგორც შარშან, წარმატებით ვიარო. ნახოთ როგორ მოგცემს საშუალებას თვითონ მანქანას გეგმების ჩემპიონი ხარ. ო, უი. კლასის ჩემპიონი 2025 წლის როგორ ამომივარდა თავი. გეგმები გვაქვს და ნახოთ როგორ განვახორციელებთ. ისნები გვაქვს. წარმატებები. ახალბედა მონაწილე, მოდი უნდა გაგაცნოთ ახალბედა მონაწილე. გვეგონა რომ რუქებში მოხდებოდა, მაგრამ ვერ მოგართვით. რომე კლასში ხარ და რატო იარ ესე ჩქარა გითხარი, დაიჭირე შენ მიკროფონი. გითხარი რატო იარ? ველოდი რუქებს, მაგრამ რატომღაც არ ვიცი. კარგი დრო დავაფიქსირე და ნახოთ რა ვიცი, დანებებას არ ვაპირებ. ბრძოლა ბოლომდე. Been no back from the next say something. Never tell her back that I never stay running. Sipping no facts, damn, I got stacks in the lab. Taking bitches straight front of the cab. Shit, one I never had shit. Bitch, move, make your motherfucking head split. Hospitalized, never really don't play shit. We never really don't chase it. You see the play, no fake. Hands to the way, niggas know I ain't play. Fast to the break when I switch all day. Stance when I'm to the damn all day. Sticking up signs, read, never mind me. Point to the ground, stick down to the feet. Stay, please stay, but you got no key. See, bitch, you got no AM2 კლასის მესამე ადგილისთვის რბოლა გვაქვს და წარმოუდგენელი რაღაცაები ხდება მოხმედი ჩემპიონი მამუკა ქსოველი. ველოდი ამ შედეგს? არა, არ ველოდი ნამდვილად. ამიტომ წინასწარ არაფერს არ ვიძახი. წარმატებები და ამერია სულ რაღაც ელემენტარული შეცდომა იყო. ხდება ესეთებით, წამოდი მისი კონკურენტი ვნახოთ, Peugeot არის, უფრო მეტი ცხენის ძალა აქვს. აკო სეზონის დასაწყისია და მესამესთვის იბრძვი, როგორია შენი გეგმები? ჩემი გეგმები კარგი იყო, ოღონდ მანქანას პრობლემა აქვს, ხრება რა, არის ქოქება. გადაიმართა მანქანას. მე მგონი ამ თველი დაფუჭდა რა. ხილად იყავი ხო ჩაქრობის დროს ABS სისტემა, როგორც ხდება, წარმატებები მნიშვნელოვან ქულებს დააგროვებ. აბაშობა. და რა მოხდა? ტექნიკურად ვერ დაასრულა. Peugeot გაფუჭდა და ფინიშამდე ვერ მოვიდა შესაბამისად
კლასი AM2-ში მესამე ადგილზე მამუკა ქსოვრელი გავიდა თავის Toyota ვიცით, ყვითლით, მოქმედი ჩემპიონია და წელს დაიწყო მესამე ადგილით. ცუდი არ არის, მიულოცოთ მესამე ადგილი. და წამომყევით კლასი AM2-ის ფინალებამდე მოვედით და მოდი პირველი გურამისთან მივიდეთ. ნახოთ, გურამ ფინალამდე ახვედი, ელოდი თუ არა ამას და როგორი გეგმები გაქვს ფინალში. თუ არ ელოდები გამარჯვებას, ისე აზრი არ აქვს მონაწილეობას, ამიტომ მოლოდინი მაქვს რომ ბოლომდე მივიყვან. რამდენი ცხენი აქვს შენ მანქანას? დაახლოებით 230. წარმატებები ნახოთ. წამო ეხლა მაგის კონკურენტი ვნახოთ, რას ფიქრობს, როგორი გეგმები აქვს. ვიზუალით არ მოგატყოს ვიზუალმა, ძალიან ჩქარი ავტომობილია. ფინალამდე მოხვედი და ელოდი თუ არა ამ ფინალს. კი, ველოდი და მოგებასაც ველი. წარმატებები. მადლობა. და ფინალის პირველი გარბენი, ახლო ფინალი გვექნება Toyota, ვიცი თუ Toyota ბერზე და მაჩხაშვილმა თავის დანაპირების შეასრულა ჯერჯერობით 1-0 დაწინაურდა. ერთი გარბენი კიდე აქვთ. 230 ცხენი ძალა უკანა წამყვანი, 130 ცხენი ზალა წინა წამყვანის წინააღმდეგ. წონაში დიდი სხვაობა, ფერებში სხვაობა, პილოტებში სხვაობა და იქნება თუ არა სხვაობა სტარტის წასთან. თავარი მსაჯი მზად არის, მინიშნებები მისცა და სტარტი! ფინიში ახლოვდება და გონი ბერზემ შეასწრო! შეასწრო! Come on! მაგარი დააკამბექა 1-1. 2-0. ჯარიმა ბერზეს. ოპა, ვიჩქარეთ ნაადრევად, მსაჯებმა გადმოგცეს, რომ ბერზეს ჰქონდა ჯარიმა, რაც არის დამატებითი 2 წამი და გაიმარჯვა ამ გარბენშიც Toyota ვიცმა და ამ კლასის პირველი ოქროს წაიღებს სახლში. ანგარიში 2-0. თუმცა ყველაფერი ხდება ჯარიმებს უნდა უფრთხილდე. აი ჯარიმა აიღო ეს კონუსი რომელიც არის, აი ესეთ კონუსს გადაუარა და დაჯარიმდა track limits. ჩემო მეგობრებო, აი ესეთ თებიც ხდება. პეტროლჰედების პირველი ეტაპი გრძელდება, ზემოთა კლასებისკენ მივიწევთ და კლასი AM1 უფრო ჩქარი ბიჭები უნდა გაგაცნოთ, ნახოთ როგორი ავტომობილები ყავს და პირველი მონაწილე როგორი გეგმები გაქვს, შენ სახელი და გვარი უთხარი მაგრამ გიორგი ნებიერიძე გახლავართ. გიორგი ნებიერიძე ზოგადად ავტოსპორტთან ვინც კარგად არის ჩართული ეცოდინებათ, გვარი იციან. მამისიც მრბოლელი იყო და დღეს როგორი გეგმები გაქვს ამ კლასში, შანსები, რას ფიქრობ? მაქსიმუმის დადებას ვაპირებ, ყავს ძალიან ძლიერი კონკურენტი. ვის ხვდები მართლა პირველი? გურგენიძე გამოცდილიც არის და კი ამ სეგმენტში აიჭიპი აქვს მოჭრილი და გოშინ უყურეთ ან 20 წამი როგორ დადო და ხო, მაგრამ ორივე 3-დან 0-ია, ორივე სიგელია. ანუ შანსები 50-50 არის. კი, ექსკლუზივები არ გვაქვს. Good luck, შენიც. აბა, წამოსხვებით ვნახოთ ახლა. კლასი AM1-ის მონაწილეები. უჩა ძველი ვიდეოებიდან მე მგონი ვიცით. უჩა, დღევანდელი გეგმები როგორია ამ გარბენში? დღევანდელი გეგმები ის არის, რომ წესით მანქანას რაც აქამდე მომითხოვია, იმაზე მეტი უნდა მოვთხოვო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო დავახარჯე აწყობას და თითქმის წინა ხადავოი საერთოდ შეუცვალე და იმ ვაბანკი ისე მაქვს დადებული, რომ საერთოდ ფილტრი გავაუქმე წინ და წინ მაქვს გამოყვანილი. აჰა, გასაგები, ანუ არ დაინდობ კონკურენტებს? არა. აბა, აქეთ რა ხდება ერთი ბიჭებო, უცებ კლასი AM1-ის აჰა მიკროფონი თქვენ შუაში. გეგმები არის, რა თქმა უნდა, მიზანდასახული. აუცილებელია შედეგის დადება. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. უკან დახევას რა თქმა უნდა არ ვაპირებ. თავისთავად ცხადია. და ეხლა ნახოთ ირაკლი კორძახია რას გვეტყვის. ელაშა მაჯობა. ნახევარი წამის მომიგო გუშინ კვალიფიკაციაში და ეხლა მუსაკაჩი მაქვს ნახევარი წამი. ამ ეტაპზე 300 ცხენი აქვს. აქავრობის სრულიად ნორმალურია პრინციპში. შევხედოთ პირველი ეტაპია საერთოდ ამ მანქანით. ახალის ეტაპი ყველაფერი. შევხედოთ რა იქნება. ჯერ მეც არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ძლიერი კონკურენტი შემხვდა და ნახოთ რას ვიზავ. პატრონს ვერ ვხედავ, მაგრამ მანქანას ვხედავ და მე გეტყვი მაშინ აი ესეთი ლამაზი ყველაზე ჩუმი Tesla Model S, Super Denny, ელექტროენერგია ყველაფერი აქვს საერთოდ. Elon Musk-ის ბოლო ტექნოლოგიაა და ჯერ დაშლილი და რამე არ არის, თუმცა ვიცი რომ ეს მანქანა სარბოლოთ უნდა, ძალიან ჩქარია, 4-ვე წამყვანი არის და ნახოთ რას იზავს. მაყურებელს გავაცნოთ აი ესეთი STI hatchback-ი, რომელსაც ანტილაგიც აქვს და სად არის მაგის პატრონი? აკა ყოფილა. პატრონ გიგა გითხარი. როგორია შენი გეგმები დღევანდელ
გარბენებში. ცოტა იმედგაცრუებული ვარ, შემთხვევით აღმოჩნდი ამ კლასში, მაგრამ ბიჭებს გამოცდილება შევძენ იმედი მაქვს. ხო, ნუ კვალიფიკაციაზე შეცაბროი გაქვს, რომ ვერ გაათბე და შესაბამისად ალბათ მაგიტომ მოხდი აქ. თუმცა ნახოთ რა, ყველაფერი წინ არის და შენებურად შეუტიე ხმაურიანად, ეფექტურად, როგორც ნამდვილ მრბოლელს და Subaru შეეფერება. მადლობა, კარგი შეჯიბისთვის წარმატებები. აჰა, კლასის ერთ-ერთი ფავორიტი მოვიდა, წინაზე ინტერვიუ არ მოგცა ისაო, რა ქვიაო, მეჩქარება, ეხა ხო არ გეჩქარება, გითხარი როგორი გეგმები გვაქვს ეს უცებ. დავიჭირე, იმიტომ რომ მაგარი მანქანა ყავს და მაგარი პილოტი ხარ და ორი სიტყვით გითხარი, ვიცი რა სტოპერი ტესტავთ რა. ვერთობით. ესე იწყებს ხოლმე ლევანი ტესტავ ვერთობი და ბოლოს ადის ხოლმე წლის ბოლოს ჩემპიონი ხდება, ასე რომ უფრთხილდნენ კონკურენტები, სახიფათო მრბოლელი ლევანი, წარმატებები. აბა სტანდარტულად წამო მონაწილეებთან გადავიდეთ, რა ხდება და AM1 კლასის ნახევარ ფინალებში ვართ, ძალიან მაგარი მონაწილეები ყავს. მოდი კორძახიასთან მივიდეთ. Civic 2-0 KO Civic-ი. ირაკლი ელოდებოდი რომ მოხდებოდი პოდიუმზე და ჯერ არ ვიცი მოხდი თუ არა პოდიუმზე. გვერდზე რომ იყურებ იმ მანქანას, რა გზნობა გეუფლება, გითხარი, გახედე ოღონდ და ისე. აი ეს აღმართებში ყოჩაღია და მოსახვეებში ვერა რა, მოსახვეებში ხომ დააჯობეს მე მგონი და ნახოთ აბა. მაგარია, წარმატებები. წამო ხა იქ გადავინაცვლოთ. არ ცალიაო, შეუძლია. წარმატებები. წავედით. AM1 კლასის საპრიზო ადგილისთვის გარბენს ვადევნებთ თვალყურს და გამარჯვებული არის BMW ძალიან ცოტათი, ბრავო, მესამე ადგილი ლევან კობახიძემ შეძლო და დაამარცხა ირაკლი კორძახია, ბრავო. თუმცა მეოთხე ადგილს ქულებს იღებს და ჩემპიონატში ძალიან მნიშვნელოვან ქულებს იღებს, თან მინდა გითხრათ. ეხლა კი ტრადიციულად წამოდი ფინალისტების ემოციები ვნახოთ, რა ხდება, ელოდებოდნენ თუ არა ფინალს და პირველი Subaru-სთან მივიდეთ. ელოდებოდი თუ არა ფინალს და როგორია შენი გეგმები და იცნობ თუ არა კონკურენტს? კონკურენტს ვიცნობ, ფინალს ველოდებოდი, წარმატებას უსურვებ კონკურენტს. მოიგებ თუ წააგებ? თუ მოვინდომებ, მოვიგებ. მოინდომე, კარგი იქნება. წამო ეხლა ლაშასთან გადავიდეთ. მანქანებში ცოტათი არის ხოობა უკანა წამყვანი. რას ფიქრობ? ელოდებოდი ფინალს? ძალიან ემოციური ფინალია, განსაკუთრებით კვადროსთან და უკანა წამყვანთან მიმართებაში. არ ვიცი ეს კონკრეტულად გასწავლება. არა გამოცდილება გიგასთან შეხნახვეთ. არა, გიგა არ ქონია სხვა მანქანასთან რო იყო, მაგ შემთხვევაში კი და ისე ეხლა Subaru-სთან არ ქონია შეხება. ყველაფერი გააკეთე. აუცილებლად. იმიტომ იმათ თქვა მე ყველაფერს გავაკეთე. აუცილებლად მე ასევე. წარმატებები, მოიგებ, წააგებ, მედლით მიდიხარ. და უახლოვდებიან ფინიშის ხაზს და რა ხდება, ჩანს მხოლოდ Subaru, რაც იმას ნიშნავს, რომ 1-0 გიგა გვეტაძემ ძალიან დამაჯერებლად აჯობა გურგენიძეს. არ ვიცი, ერთმა მოუმატა თუ მეორემ დააკლო, მაგრამ ლურჯმა Subaru-მ პირველი გადაკვეთა, პირველი გარბენის ხაზი. და 1-0-ია, როგორც გითხარით, იგებს ლურჯი Subaru STI, ეხლა მეორე გარბენია. თუ მოახერხა ლაშამ და დააკამბექა 1-1 გახდება და კიდე ერთი შანსი ექნებათ. თუ ვერ მოახერხა და მოიგო Subaru, მაშინ Subaru გახდება ამ კლასის პირველი ეტაპის გამარჯვებული. დაველოდოთ სტარტს. თითქოს უფრო ახლო არის ფინიში, მაგრამ არა. Subaru იმპრეზა გიგა გვეტაძე კლასი AM1-ის გამარჯვებული. მაგარი გარბენი იყო, ჯარიმაც ჰქონდაო, თუმცა იმხელა მანძილით მოუგო რომ აღარ არის ზედმეტი კითხვები დასასმელი. ჩვენო გადარეულო აუდიტორიაო, ჩვენო
მეგობრებო, წამოდი კიდე ერთი კლასი, Pro 2 კლასი უნდა ვნახოთ, ვინები არიან და როგორი ავტომობილებით. Z4-ია 3-დან 0, მაგარი ავტომობილია და შენი გეგმები პირველი ხარ კლასში დროით, როგორია დღეს შენი გეგმები? ჩემი გეგმები რა თქმა უნდა მოგება არის. საუკეთესო დრო მქონდა კლასში და იმედია რომ საუკეთესო დროით დავამთავრებ და საუკეთესო ადგილას. და გიორგი ებრალიძის კომენტარი იყო ეს. ეხლა წამომისი კონკურენტებს მოусმინოთ. ვახო, სალამი. რამდენი მანქანა ყავს სპორტული აღვეღარ მithulit უკვე? რა მანქანაა ეს და როგორია შენი გეგმები? Honda Civic არის, K24 არის, ჩასვაპული არის და პირველი ეტაპი არის ჩემი გამოსვლა ამ მანქანით და ეხა ჯერჯერობით ეხა ვგებულობ რა მჭირდება, როგორ მინდა და მინდა რომ დავხვეწო და განმავითარო ეს მანქანა რა. იო, შენ მეგობარს ხვდები. ვიბძვი. შენ მეგობარს ხვდები და წარმატებები, აქ მეგობრობა არ მოუგე და მე გასწრებული. მოდი კიდე ერთი Pro 2-ის მონაწილე გიორგი ხეცურიანი გავიცნოთ თქო, ვერ ვიტყვი. უკვე ვიცნობთ, მაგრამ ვკითხოთ გიოს რა გეგმები აქვს დღეს. დღეს რა გეგმები მაქვს და რა თქმა უნდა მოგება მინდა ბოლო დროს ისე მივეჩვირე პოდიუმს რომ დღეს რო პოდიუმზე ვერ ავიდე ძალიან სულად ვიგრძნობს თავს და ყველანაირად ვეცდები რომ პოდიუმზე ავიდე და თუ მოვიგე ხო ვაფშე ძალიან მაგარი რა. კარგი, წარმატებები. მადლობა ძალიან. კიდე რა ხდება? სერგი გავიცნოთ ხურციძე, ერთადერთი როტორული ძრავით. სერგი, სად არის შენი მანქანა? გვაჩვენე. რამდენი ცხენი აქვს? დაიჭირე, გაგვიძახით, გითხარი. როგორია გეგმები? გამო, ცხენები არ ვიცი, ოღონდ დაახლოებით ალბათ 220-მდე. კლასი რომელი დრო გქონდა? 1.19 და 9. მე რამდენი დრო იყო კლასში მორგანსო? მეხუთე. მაზდა მოდი ჩემთან. გიპოვე ჩემს. მოხვედი Pro 2-მდე უკვე, გიო? აქ უკვე ადვილი გასეირნება აღარ იქნება. ყოველ შემთხვევაში ესე გონიათ ბიჭებს და შენ როგორ გონია გითხარი? არ ვიცი, ნახოთ, ძალიან ახლო დროებია და მე მგონი საინტერესო გარბენები იქნება. დავით შევხედოთ, რა ვიცი, დაველოდოთ. მე ყოველ შემთხვევაში ბოლომდე ვიბრძოლებ რომ გავიმარჯვო. ხო, წარმატებები გიოს, ცივსისხლიანი მრბოლელია, ემოციებზე არ ვარდება ასე ვთქვათ და ნახოთ მიატარას იზავს და კიდე ერთი მონაწილე კოსტა თავის ემორით დღეს BMW-ების დღეა, რო იცოდე, ხო ნახე? BMW-მა ვეცდები რომ სტატისტიკა არ გავაფუჭო. სტატისტიკა არ გავაფუჭო, როგორც მინიმუმ. რო დიდი ნახტომი იყო წინაზე ვიყავი მოხალისეთა კლასში და ეხლა Pro 2-ში ვარ და ამიტომ ძალიან დიდი ნახტომი არის. სუპერია. ნახოთ. შენი წარმატებები. კიდე ერთი ნანავების ოჯახის წევრი უნდა გაგაცნოთ, კიდე ერთი ნანავა. პირველად ხარ როგორ მოახერხე გამომართვეს და გითხარი როგორ მოახერხე რომ პირველად გამოდიხარ და Pro 2-ში მონაწილეობ და როგორი ემოციაა, როგორ ემოცია გაქვს? ძალიან ბედნიერი ვარ, დიდი ემოციები, ცოტა ნერვიულობ, მაგრამ ეს დამსახურება ჩემი ოჯახის, უშო ჩემი ბიძაშვილის, მამა ჩემის ყველა დამსახურებაა, რომ აქ ამ ლიგაში მოხვედრაში დამეხმარნენ. Pro 2 კლასის საპრიზო ადგილისთვის ბრძოლას ვადენოთ თვალყურს და Mazda Miata ცოტა ცხენი ზალებით ხდება BMW M2-ს, რომელსაც ბევრი ცხენი აქვს და ერთით-ერთია. აი ხა ამ გარბეში ვინც გაიმარჯვებს, ის გავა დღეს Pro 2 კლასში მესამე ადგილზე. გამოჩნდა ფინიშისკენ მომავალი მოფრინავს ავტომობილი და არის Mazda. მარტოობაში ძალიან მარტივად, უპრობლემოდ ფაქტიურად უშანსოდ დაამარცხა BMW M2, არ ვიცი, სასწაულებს ახდეს ეს ავტომობილი, რომელ კლასშიც არ უნდა გამოდიოდეს, ყველგან ვიღაცას ამარცხებს, რაღაცნაირად უკვე შიშის ზარს ცემს Mazda Miata MX-5 კონკურენტებს.
Pro 2 კლასის ფინალს ვადევნებს თვალყურს ერთმანეთს Beberi Subaru ახალგაზრდა პილოტით და არც თუ ისე მოხუცი საშუალო ასაკის BMW Z4 ხდებიან საშუალო ასაკის პილოტთან ერთად. საინტერესო გარბენი უნდა გქონდეს, ფავორიტი ალბათ მაინც Subaru, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ მაგარი სტარტი აქვს და აი ნახეთ ეხლა როგორ დაილანჩება Subaru. სასწაული სტარტი ხონდა. და რაოდენ გასაკვირის არ უნდა იყოს BMW Z4-მა შემოასწრო 1-0 დაწინაურდა, იმიტომ რომ Subaru-ს პატარა შეცდომა ჰქონდა, პატარა, საშუალო შეცდომა ჰქონდა, მოუწურდა ავტომობილი, გზიდან გადავიდა, დაიმორჩილა, თუმცა ბევრი დრო დაკარგა და Z4-მა აღარ აპატია 1-0. ერთ შანსი აქვს ეხლა თეგანოზაძეს, თუ მოახერხა და დააკამბექა, გახდება 1-1, მაგრამ ალბათ ტექნიკურ შესვენებას აიღებს, იმიტომ რომ ცოტათი როგორც ხედავთ დაზიანდა მისი ავტომობილი. მოემართებიან ფინიშისკენ ორივე ავტომობილი და გამარჯვებულია BMW Z4. ბრავო, გიორგი მაასრულა თავის დანაპირები, თავიდან გვითხრა დახურულ პარკში, რომ დღესო მე უნდა მოვიგო ეს კლასიო და მოიგო კიდეც. თეგანოზაძე მეორეა თავის Subaru-თი, მესამეზე კი Mazda Miata. Late night thoughts of a dream man. Late night walks, I'm a G-man. I say fuck that order. Bitch, that's not your corner. I drink blood like water. At least that's what I taught her. 25 days left now when I come to realize that I'm close to the red line. I want you, I want you, I want you, I want you, I want you. ხუთი კლასი გვაქვს და ყველაზე ძლიერების კლასი უნდა გაგაცნოთ. აი ყველა ხო გაგაცანით ასე თუ ისე და მოდი დავიწყოთ ყველაზე ჩუმი ავტომობილით. მაგრამ მინდა გითხრა რომ ყველაზე მაგარი დრო ქონდა ამ ავტომობილს. ანუ ვისაც კი უვლია 45 მონაწილე იყო პირველი დრო ქონდა აი ამას. ზურაბ ახალაია ვიპოვით სადმე აქ იქნება და ნახოთ დღეს შეჯიბზე რა სიზავს. მეორეზე არის ყველაზე გამოცდილი მრბოლელი, ასაკით ყველაზე უფროსი, მაგრამ გონებით ძალიან მაგარი ახალგაზრდა დავით რამიშვილი. დავით, როგორი გეგმები გაქვს? პროერჩი მოხდი და ხო, პროერჩი მოხდი. გეგმები როგორც არ უნდა დავაწყო, ისეთი მეტო გემხვდება, რომ ბიჭის რამე ალტერნატიული პროგნოზი გაკეთება. ხო, თუმცა დავითი ხელა გამოცდილება ისეთ შემართება აქვს, რომ დარწმუნებულია, როგორც მინიმუმ ადვილი გასეირნებას არ მოუწყობს კონკურენტს. წარმატებები. ერთ-ერთი ყველაზე ჩქარი Honda ვაფშე საქართველოში თან ბოლიდია. აი სიმსუბუქის გამო როგორი შუშები აქვს, კალერბიც პლასმასი, ესეთ პლასმასი ძრავს ხელ უბრალოდ ვერ ავხვდი. აი სასწაულია და მისი პილოტი უნდა განახოთ. ირაკლი, როგორია შენი გეგმები? ვიცი რომ გამოსილი ხარ წყვილთარბოლებში გიყვარს ეს დისციპლინა. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. ძალიან კარგია ესეთი ეტაპი რო ტარდება, ამინდი კარგია რა თავარია და ცოტა საბურავში მოვიკოჭრებ, ცოტა რაღაცებში, მაგრამ შემართება რა თქმა უნდა გვაქვს, ბევრი წარმატება გვაქვს ამ ტრეკზე მიღწეული და ვიმედრობ რომ დღესაც იგივე მოხდება. პირველი ჩემი ძველი ოპონენტი, ბატო არის ჩემი კონკურენტი და იმედია რომ ჩემი ხამურჯები დასრულდება. ერთმანეთისთვის უცხო კონკურენტები არა ვართ, ძალიან ბევრჯერ შევხვედრი ვართ ერთმანეთს. ვეღარ ვითვლი რამდენჯერ აქ ამას შემდგ მოგებული და რამდენჯერმე, მაგრამ დღევანდელი დავიმახსოვროთ როგორც მინიმუმ შემდეგ რბოლამდე. ისტორია გვაქვს და ხო, შემდეგ რბოლამდე დავიმახსოვროთ დღევანდელს რა მოხდება, ნახოთ. გაიხარე, შენც ასევე მშვიდობიანი ფინიში არ თავარია. წამო ქვედა რიგებში ნახოთ რა ხდება. თენგო გოგილაშვილი, თითქმის პოულის ის არის რა ქვია, პოულის ფლობელია, ანუ პოულის ფლობელი იყო, მე რაღაცეებით გადალაგდა და მეორე დრო აქვს. თენგი შენი გეგმები გითხარი უცებ. მოგებაა ჩემი გეგმა და აი პატარა სხვაობა რაც პოულთან მაქვს, აი მაგის სადღაც პოვნა. სიმართლე ჯერ არ ვიცი სად ვიპოვო, მაგრამ სადღაცას ვიპოვი რა. ვის ხდები, ვინ არის შენი? მოკლედ პირველი გარბენი დავით რამიშვილთან მაქვს, შემდეგ ხდები უკვე ერთ წამის შემდეგ არ ვიცი, დავით რამიშვილობით და არ არის შემდეგი გოგილაშვილს არ ეკდებაო და. ხო, ნუ შეუშალე ხელი ბაში. მე აღარ ვიზავ, ოკეი, კარგი. ნიქსონასთან გადავედით. ნიქსონ.
პროექტს მოკლედ სულ გარშემო დატრიალებ რა. აი მოხვედი თუ არა ამ სპორტში, ცოტა გვიან მოვიდა. პეტროხედი იყო, მაგრამ სპორტულად გვიან მოვიდა და გავიხედები სულ პროექტშია. სულ ცოტა აკლდება და დღეს როგორი გეგმები გაქვს, რაღაცა მითხარი, აბა უცებ. რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ რაღაცა წინააღმდეგობას გავუწევ. მანქანას M2-ით, BMW M2-ით. BMW-ით გავდი და რა მოდელს ხვდები? ხვდები CS-ს. ანუ BMW Mercedes-ი. BMW Mercedes ხო და კვადრო არის თან და რა ვიცი, ნახოთ. შუმად გეტყვი, მე BMW-ს გულშემატკივრო. მეც BMW. რა თქმა უნდა. ოკეი, ნახოთ. ზურაბ ახალაია ვიპოვე. ყველაზე ჩქარი და ყველაზე ჩუმი ავტომობილი. ზურაბ, როგორ მოახერხე? სალამი, როგორ მოახერხე, რომ შექმენი ფაქტიურად სიჩუმისგან შექმენი დიდი ხმაურია. ბევრი შრომით და მონდომობით მეტი არა. თან მაგარი мотиваცია იყოს ყველასთვის. ბევრი შრომა და мотиваცია. წარმატებები დღევანდელ შეჯიბრზე მანამდე სანამ არ შევხვდები. მე რა შევხვდები, მე უფრო მეტი წარმატებები. რა ხვდები? შეჯიბრი, ეგრე იყოს? კი, ეგრე. შენც ეგრე ხო ფიქრობ? კი, რა თქმა უნდა. всё, ძმები ვართ. დავაი. Late night thoughts of a dream man. Late night walks, I'm a G-man. I say fuck that order. Bitch, that's not your corner. I taught her. 25 minutes left now. As it comes to the red light. I want you. 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 ძალიან მძიმე გარბენი იყო. Honda Civic-თან ძლივს მოვიგე, ჯანჯღავამ ყველაფერი ჩადო და 2-1 ძლივს დავამარცხე. Tesla-სთან ფაქტიურად უშანსოდ ვიყავი, ვამბობდი ელექტრომაგარია. მაჯობა და ეხლა ჩემ მეგობარს ხვდები. ჩემნაირივი ავტომობილით. არ ვიცი, 50-50-ია, ვერაფერს ვერ ვიტყვი. თუმცა ვეცდები რომ დავავარცხო, მაგრამ ალბათ ეგეც ვასე ფიქრობს. კლასის პროექტის ფინალია და Subaru Impreza რალის ავტომობილი და Tesla მოდიან. ვინ იქნება პირველი? მე მგონი გოგილაშვილი. არის Subaru 1-0 ფინალში. როგორც იცით, აქ არის სტრატეგია აირჩიო სლიკი საბურავი თუ სამოქალაქო საბურავი და პროექტ კლასში მხოლოდ ორმა ავტომობილმა აირჩია სლიკის სტრატეგია და აი გოგილაშვილი და ახალაი არიან სლიკები და კი ავიდნენ ფინალამდე. ვერც ერთი საბურავიანი ავტომობილი ვერ მოხვდა ფინალში. თუ ეხლა მოახერხა ამ გარბენში და გოგილაშვილმა კიდე ერთი გამარჯვება მოიპოვა. დღევანდელი პროექტის გამარჯვებული გახდება პირველი ეტაპის და ბევრ ქულებს წაიღებს სახლში თასთან ერთად. მემართებიან ფინიშისკენ, ჯერჯერობით არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ბოლო აჩქარებაა დარჩენილი და Subaru თუ Tesla არ ვიცი. ძალიან ცოტათი. ძალიან ცოტათი, რამდენიმე სანტიმეტრით. ზურაბ ახალაია დააკამბექა. მაგარი დავიღალე, რბოლავიარე, მაგრამ არ შემიძლია, არ მივიდე და ბიჭების ემოცია არ გადმოგცე, იმიტომ რომ ფინალის ფინალია. ფინალის ფინალი 1-1-ია. ზურა, ელოდებოდი თუ არა ამას და რას აპირებ ბოლო გარბენში? ბიჭო, არ ველოდებოდი, შენს თამამი დაუშვი და ვაპირებ რომ არ დაუშვო, შენს თამამი ძალიან მინდა რომ მოვიგო რა. აქ გამოჩნდა ისეთი რაღაც, რომ ორივე ავტომობილის ხმა ერთ ავტომობილს აქვს Subaru-სა და როგორია შენი გეგმები 1-1-ია ფინალის ფინალია. ავი მოგება მხოლოდ გეგმა და ვეცდები რომ იდეალური გარბენი შევკრა და რაჩემ ნახოთ. მე მგონი რომ ძალიან ცოტათი, თუმცა ვიღაცას ჯარიმა ქონდა. რომელს ქონდა ჯარიმა? არის
ჯერ არიციან დახურულ პარკში გონია რომ გაიმარჯვა თესლამ, ცოტათი შეასწრო, ძალიან ცოტა შეასწრო, თუმცა ჯარიმა ჰქონდა და გოგილაშვილმა გაიმარჯვა, გოგილაშვილი პირველ ადგილზე გავიდა ჯარიმის ხარჯზე, თუმცა ფინალს რო შეეფერება, აი ესეთი ფინალი იყო და ამაყი ვარ რომ ეს ყველაფერი პეტროხედების ივენთზე ხდება.